გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს საინფორმაციო კამპანიას ტყის ბუნებრივი სიმდიდრის გაფრთხილების შესახებ. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვიერთდა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი გიორგი მამდაშვილი. დილამშვიდობის მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დილამშვიდობის. რაც შეეხება საინტერესო და მეტად მნიშვნელოვან კამპანიას, თუ როგორ აპირებთ ამ კამპანიის განხორციელებას და როგორ ფიქრობთ, რამდენად ჩაერთვება საზოგადოება ზოგადად, რომ ხელი შეგიწყოთ ამ კამპანიის სწორად განხორციელებაში? მსგავსი ტიპის კამპანია არაერთხელ განხორციელებულა ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ და ეხლა კიდევ უფრო მეტი საჭიროება გახდა და მოხდება არაერთი შეხვედრა რეგიონის წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან, რომელშიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, რეგიონალური სპეციალისტები, მეტყევები, ასევე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებიც, რათა დეტალურად აუხსნან ამ კამპანიის არსი, მიზანი და სიკეთეები, რაც შეიძლება მოიტანოს ამ. რამ გამოიწვია? მიზეზი რა არის? ალბათ გასაგებია პასუხი, მაგრამ რას ხედავთ პრობლემას, რის გამოც გაჩნდა საჭირო, რომ მსგავსი კამპანიები ჩატარდეს, რომ შევახსენოთ, აუხსნათ მოსახლეობას ჩვენი თავით დაწყებული. ამიტომ რომ ლოგიკურად რო ავიღოთ და ნორმაში არ ჭირდება ფიქრი იმას, რომ დღეს უნდა მივხედოთ, მოუვაროთ და არ უნდა დავაზიანოთ. დიახ. ზოგადად ტყე ყველას გვიყვარს ცხადია, ყველას გვიყვარს ტყეში სეირნობა და ასევე ტყის რესურსების გამოყენება. რომელიც ასეთ საჭიროა ჩვენ. დიახ. პირდაპირ ჩვენი ფილტვებია მინიმუმ. დიახ. თუმცა ზოგი ადამიანი ზღვარს ცდება, ასე ვთქვათ და გადადის, ასე ვთქვათ, კანონის დარღვევაში, უკანონოდ ხდება ხე-ტყის მოპოვება და ჩვენ გვაქვს ტენდენცია, რომელიც რა თქმა უნდა წლიდან წლამდე მცირდება, თუმცა არსებული მონაცემებით მაინც საჭირო გახდა კიდევ ერთი კამპანია შემატებოდა იმ სხვა კამპანიებს, რაც მსგავსი ტიპის განხორციელებულა სააგენტოს და სამინისტროს მიერ. შესაბამისად მოუწოდებთ ყველას თუ რა სარგებლობა შეიძლება მივიღოთ ტყისგან, ეკოსისტემური სერვისები და ასე შემდეგ და ასე ვთქვათ არ დავაზიანოთ, იმიტომ რომ ტყე ისედაც ამდენი ხნის მანძილზე ასეთ კლიმატურ პირობებში ისედაც სტრესის ქვეშ არის და ჭირდება ძალიან ჩვენი დაცვა, ასე ვთქვათ. ძალიან თროის კამპანიები, ვთქვათ, ყოველწლიურად ტარდება და შესაბამისად საინტერესოა თვითონ შედეგი, რამდენად მოიტანა ამ კამპანიებმა და როგორ ფიქრობთ, საომავლოდ კიდევ რა შეიძლება რომ გაკეთდეს თქვენი სამსახურის მიერ, საიმისოდ რომ ეს კამპანიები უფრო მეტად ეფექტური იყოს? ბოლო ხანებში უფრო მეტი დადებითი შედეგები ჩანს, ასე ვთქვათ, იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი მოქალაქეები ერთვებიან ასეთ შეხვედრებს, კარგი ინფორმაცია მიაქვთ, მე ისინი ავრცელებენ თავის მეგობრებში და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის ჩართული, რაც ხაზგასასმელია, რადგან იყო დრო, როცა საერთოდ არ ინტერესდებოდნენ თუ რა სარგებლობა შეიძლება მიგვეღო ტყიდან, შეიძლება მხოლოდ ესე უკანონოდ მოგვეჭრა და ასე შემდეგ. შესაბამისად ძალიან მივესალმებით, რომ ძალიან ბევრი ადგილობრივი ახალგაზრდა აქტიურად არის ჩართული, ინტერესდებიან, კითხვებს სვამენ და ასე შემდეგ. და ამაში ვხედავთ სწორედ იმ დადებით შედეგს, რადგან თვითონ რაოდენობაც შემცირებულია, ვთქვათ, უკანონო ფაქტების. თუმცა ფაქტები მაინც არსებობს და ამიტომ იყო საჭიროება, რომ უფრო გაგვიმკაცრებინა, ასე ვთქვათ. რა ფორმით მოხდება ეს კამპანია? ეს იქნება უშუალო შეხვედრები, ეს იქნება რეგიონებში, ეს იქნება რაღაცა გაცნობითი დაუშვათ ფლაიერებით თუ ვიდეორგოლები, აი ფორმა როგორი იქნება და მოიცავს თუ არა მთელს ქვეყანას? ცხადია, ყველა რეგიონში, 9 რეგიონში მოხდება ასეთი შეხვედრები არაერთი მომხდარა აქამდეც და კიდევ უფრო ვანვითარებთ, თაობებიც იცვლება, გვემატებიან და მათაც ჭირდებათ, ასე ვთქვათ, სწავლება და იმ რეალობის მიღება, რომ ტყე არის ძალიან დიდი სიმდიდრე, უნიკალური ტყე გვაქვს ჩვენ საქართველოში, რითიც გამოურჩევით ბევრი სხვა ქვეყნისგან და უფრო მეტი სარგებელი შეიძლება, ასე ვთქვათ, კანონიერად მივიღოთ და ნაკლებად დავაზიანოთ. ხოლო თვითონ შეხვედრებს რაც შეეხება, ეს აქტიურად მოხდება, როგორც უკვე ვახსენე, როგორც სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ისმერ ისინი დეტალურად აუხსნიან აი ამ ყველაფერს თუ რა შეიძლება, როგორ შეიძლება მოხდეს ისე, რომ კანონს არ გადავუხვიოთ და თან მივიღოთ სარგებელი და ტყეს ზიანი არ მიადგეს. აი ზიანის მიყენებაზე ვსაუბრობთ, შეიძლება ადრე იყო ეს მოსაზრება, რომ დაუშვათ აი სოფელში, რაღაც პატარა სოფელი, ეგ ვიტყია და მისი არა ის ტყე, რასაც როგორც უნდა ისე მოიგდოთ, თითქოს თავის ეზოა, ხო? რაც არ არის სწორი, ცხადია. რა
რა შემთხვევაში ადგება და შეიძლება ფიქრობდეს რომ ეხა ერთს მოუჭრია ორს მოუჭრის და არაფერი რა მოხდა ტყი არა რეალურად ამ სწორედ ეს რო არ მოხდეს ამაზეა ჩვენი საუბარიც რა შემთხვევაში ადგება ზიანი ტყეს და კანონი რას მოიცავს რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანს კანონმა პასუხი მოთხოვოს იმიტომ რომ ეს არის შენი მაგრამ მარტო შენი არ არის ეს არის ქვეყნის და ყველას განკაცებულია ეს ზომები სწორედ სადამსჯელი კი ბატონო ზოგადად ხის ჭრა, როდესაც არ გაქვს სათანადო საბუთი და დოკუმენტაცია, ეს უფლება ასე ვთქვათ. ასე ვთქვათ, უფლება დასჯადია როგორც სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, ასევე კერძო საკუთრებაში, იგივე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მაგალითად, ადრე თუ იყო, ასე ვთქვათ, დაჯარიმება უკანონო ხე-ტყის მოპოვებაზე და ტრანსპორტირებაზე 2000 ლარი პირველი ჯერისთვის და განმეორებითი შემთხვევაში 5000 ლარი, ეხლა პირველი ჯარიმის ოდენობა იგივე დარჩა, თუმცა მე განმეორებითი შემთხვევაში უკვე აღიძვრება უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებლობა ეს ტყეში, ხოლო რაც შეეხება მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ასე ვთქვათ, თუნდაც კერძო საკუთრებაში მაგალითად, ადრე იყო 200 ლარი და პირველი ჯერისთვის განმეორებითი შემთხვევაში 400 ლარი. ეხლა პირველი ჯერის ჯარიმა, ასე ვთქვათ, არის 500 ლარი და შემდეგ მეორე განმეორებითი შემთხვევაში უკვე 1000 ლარი, თუმცა ამას ასევე ემატება გარემოზე მიყენებული ზიანიც. არსებობს შესაბამისი ფორმულა, რომლის მიხედვით გამოითვლება ეს ზარალი, იმიტომ რომ ბევრი დეტალს აქვს მნიშვნელობა, რა სახეობის ხე იყო მოჭრილი იყო თუ დამატებით ფართობიდან გატანილი ტრანსპორტირებაც დაფიქსირდა ასე ვთქვათ და ასე შემდეგ. დიახ, საკითხი არის. თქვენ ახსენეთ ნებართვა, გიორგი, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები თავისთავად, რომ რა იგულისხმება ამ ნებართვაში, რომ მაყურებელი უფრო მეტად ინფორმირებული გახდეს ამის შესახებ, რომ სად უნდა მივიდეს, როგორ უნდა იყოს ეს ნებართვა და ზოგადად რა არის შინაარსი ამ ნებართვის. დიახ. ეს არის ის, ასე ვთქვათ, ახსნა განმარტება თუ რატომ რა მიზნით ჭირდება მოქალაქეს, რომ მაგალითად თუ საკუთარ კერძო საკუთრებაზეა საუბარი და ხის ჭრა საკუთარ ეზოში სურს მოქალაქეს, უნდა მივიდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში და იქ დააფიქსიროს მიზეზი. თქვათ შეიძლება ხმება და ავარიულ სიტუაციას ქმნის იმისთვის, რომ თქვათ არ დაეცეს შენობას და ასე შემდეგ. ამისთვის ის იღებს ადგილწარმოშობის სერტიფიკატს და ასევე ჭრის უფლებასაც. შესაბამისად, თუ მოხდება ეს სათანადო დოკუმენტაციით ამ ღონისძიების ჩატარება, მოქალაქეს არანაირი პრობლემა არ ექნება უკვე შემდეგ კანონთან ასე. მე ახლა დავაზუსტე დაზუსტებისთვის უბრალოდ და შეიძლება ბევრსაც გამოადგეს ეს ინფორმაცია. ესე მაქვს გაგებული და ამდენად მართალია, რომ დავშვით კერძო საკუთრება რო ავიღოთ რაღაც აშენებს სიტყვაზე, რაღაცნაირად გიშლის ხელს ხეიან პრობლემატურია. არის თუ არა მართალი, მე ვიღებ უფლებას რომ სიტყვაზე აქ მოუჭრა, მაგრამ სხვაგან შეიძლება ორმაგი და სამაგი დავრგო და ამით მე ერთი, ასე ვთქვათ, გავანადგურო, სხვაგან არ მაქვს, მაგრამ სხვაგან დავრგო. ეს რეალურია და ხდება მართლა ასე გამონაკლისის შემთხვევებში? ცხადია, ანუ ძალიან ბევრი დეტალის გათვალისწინება ხდება ასე დროს და ასე ვთქვათ, კომპენსაცია ყოველთვის მოქმედებს. თუმცა უნდა გათვალისწინებული იყოს რა ტიპის ხე იჭრება. თუ ეს არის თქვათ ძალიან დიდხნოვანი ისეთი, რომელსაც ჩვენ ჰაბიტატ ხეებს ვეძახით მაგალითად და ეს არ არის მხოლოდ ეზოს გამწვანება, არამედ ძალიან ძვირფასია, წითელი ნუსხის სახეობა, მაგალითად ძალიან დიდხნოვანი კაკალი, რომელიც არის წითელი ნუსხის სახეობა, ამასთან დაკავშირებით სირთულეები იქნება ცხადია იმის გამო რომ მოიჭრას, რომ მოქალაქეს თქვათ შენობის გაფართოება სურს. ამ ყველაფერს გამოთვლა ხდება ეს კერძო საკუთრების დეტალები ჩემთან ახლოს არ არის, თუმცა ეს ზოგადად შემიძლია თქვა, რომ რა თქმა უნდა შესაძლებელია თქვათ ამაზეც ნებართვა აიღოს იმ ყველა დეტალის გათვალისწინებით, რასაც წარადგენს უკვე მუნიციპალიტეტში. დამოკიდებულება შეიძლება ასეთი იყოს საზოგადოების მხრიდან, თქვა თუნდაც იგივე სოფლად, რომ მოუჭრეთ ორხეს რა პრობლემაა, გაიზრდება რამდენიმე წელში. რეალურად ამ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს, თქვათ, გარემოს, ჩვენს ჯანმრთელობას და ზოგადად, ანუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დავიცვათ სწორად აი ეს საზღვრები, რა პერიოდში შეიძლება გაჩეხვა, რა ზონებში არის ნებადართული და ასე შემდეგ. თუ არის აი ესეთი დაყოფები. ამას დიდხნიანი პასუხი უნდა შემოგთავაზოთ. არსებობს შესაბამისი ხე-ტყის ლეგალური მოპოვების საშუალება, ასე ვთქვათ, სადაც სპეციალისტები მიდიან ადგილზე და ასე ვთქვათ, იკვლევენ და აფიქსირებენ რა ტიპის ხეებია მოსაჭრელი და რა მიზნით.
დღევანდელ პირობებში, როდესაც კლიმატის ცვლილება ასე ნეგატიურად ზემოქმედებს ტყეზე, ასევე უკონტროლო ტყის ხანძრები, რომელიც უმეტესად ადამიანთა დაუდევრობით იწყება, ასევე მავნებელ დაავადებების მასიური გავრცელებითაც ტყეზე საკმაოდ დიდი სტრესი, ტყეში დიდი სტრესი იქმნება, ასე ვთქვათ, და შესაბამისად იქ, სადაც არის თქვათ დეგრადირებული ხეები, სადაც არის მავნებლით დაზიანებული, იქ ინიშნება შესაბამისი ჭრა. ასე დროს თქვათ ჩვეულებრივად ხდება იმ ხეების მონიშნა, აღწერა და ტყიდან გამოტანა. არის ასევე საშეშე მასალის მოპოვებისთვის, თქვათ, ისეთ სახეები, რომლებიც არ არის, თქვათ, მავნებლით დაზიანებული, თუმცა იმის გამო, რომ შესაბამისი სპეციალისტი მიდის და იმ მოცულობის მიხედვით, რაც მაგალითად 2023-ში დასრულდა ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია და ჩვენ გვაქვს ახლა უკვე დეტალური ინფორმაცია თუ სად, რომელ რეგიონში კონკრეტულ ტერიტორიაზე რამდენი ხე შეგვიძლია ისე მოვჭრათ, რომ ტყეს ზარალი არ მიადგეს. ესეც იმისთვის, რომ სარგებელი ნახოს ადამიანმა. ამის კონტროლი შესაბამის სპეციალისტის ფარგლებში ხდება, ცხადია და ჯერჯერობით ამ კუთხით ძალიან სწორად და კარგად მიმდინარეობს ეს ღონისძიებები. არის გარკვეული გამოკვეთილი რეგიონები ან ადგილები, სადაც აი განსაკუთრებით ნადგურდებოდა და შედეგია თუ ზოგადად მთელ ქვეყანაში იყო ამის პრობლემა? პრობლემა ზოგადად მთელ ქვეყანაში დგას, ასე ვიტყოდი, თუმცა იმ სხვადასხვა ფაქტორების კომბინაცია, რაც მოიცავს მავნებელ დაავადების გავრცელებას, ტყის ხანძრების რაოდენობას ან სიდიდეებს, შეიძლება გამოყოს სამცხე-ჯავახეთი, თუმცა არ არის სწორი მაინც ესე კონკრეტულ რეგიონზე საუბარი, იმიტომ რომ მაინც მსგავსი ტიპის პრობლემები ყველგან არის ხოლმე პერიოდულად. და ალბათ ასევე მნიშვნელოვანია შევახსენოთ ყველა ჩვენ თავებს, რომ რადგან არაერთხელ აღნიშნეთ დასაფორმოს, რომ შეიძლება ადამიანის მოსაზრებით რომ ერთხელ მოუჭრი იმას მოჭრა პრობლემა ერთი მოჭრას დიდი ხანი ჭირდება, მერე რომ ისევ ამოვიდეს, განახლდეს ტყე და ეს არის საუკუნეების შედეგი, რაც ჩვენ ვუყურებ და თქვენ ბრძანეთ რომ იმითაც უნიკალურია, თითქმის 97-98% ბუნებრივი ტყეა ჩვენ ხო ეს მართლა უნიკალური შემთხვევაა. თვითონ საქართველოს ტერიტორიის 44% არის ტყით დაფარული და ის რაც საამაყო გვაქვს, აქედან 98% არის სრულად ბუნებრივი წარმოშობის. ეს არის ძალიან უნიკალური ფაქტი, რის გამოც ჩვენთვის კიდევ უფრო მტკივნეულია რაიმე არასწორი ჩარევა როცა ხდება, ან უკანონო ჭრა, ან თუნდაც მავნებელ დაავადების გავრცელება, ეს უფრო მტკივნეულია, გავმეორდები, იმიტომ რომ ასეთი ტყის თუნდაც ნაწილის დაზიანება, დაკარგვა არის ძალიან დიდი დანაშაული, ასე ვთქვათ. აუცილებელი რაღაც სადამსჯელო ღონისძიებები და კანონების შემოღება და ასე შემდეგ ჩვენ თავად უნდა გქონდეს იმის. ცხადია, ჩვენი მიზანი არც არის რომ დავაჯარიმოთ ხალხი და ასე შემდეგ. ჩვენი მიზანია ტყის დაცვა და ეს უნდა ვასწავლოთ მოქალაქეებს ყოველწლიურად შთავაგონოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და უნიკალურია ჩვენი ტყე. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ეროვნული საწყაო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი გიორგი მამაძაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.